დღესდღეობით მოსწავლეებისთვის უამრავი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ამ ინფორმაციიდან აზრის გამოსატანად მოსწავლეებს სჭირდებათ ცოდნის რეპროდუცირებაზე შორს წავიდნენ და განივითარონ ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები. OneNote უნიკალური გადაწყვეტაა. ის მოსწავლეებს უადვილებს მოაგროვონ და ორგანიზება გაუწიონ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში გაანალიზებენ საკუთარი შედეგების წარმოსადგენად. OneNote მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა ტიპის ფაილები ჩანერგონ თავიანთ ბლოკნოტში. როგორც ხედავთ, ამ დოკუმენტში ჩანარგილია Office ფაილები, მათ შორის PowerPoint, Word, Movie Maker და სხვა აუდიო ფაილები. ამას უბრალოდ Insert ჩანართზე გადასვლით აკეთებთ და აჭერთ ფაილის მიმაგრებას, შემდეგ აირჩევთ ჩასასმელ ფაილს. ახლა მე პოდკასტი მოვნიშნე, რომლის გახსნა პირდაპირ OneNote გვერდიდან შემეძლება. ხედავთ, რომ როგორც კი მაუს გადავატარებ, დაკვრის ღილაკი გაჩნდება ზემოთ. OneNote ავტომატურად ინახავს მასში ჩასმულ ნებისმიერ ფაილს. ფაილის ჩანარგვისას ასლი ჩაისმება პროგრამაში და ორიგინალი ფაილი ხელშეუხებელი რჩება. ნახავთ, რომ სპეციალური აპლიკაციების ფაილების უმეტესობის ჩასმა შეიძლება, რომელიც საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენება. აქ მოსწავლეებს მულტიმედია კოლექცია აქვთ, პირდაპირ მათ თვალწინ უკეთესი ინტერპრეტაციისთვის. ამ დოკუმენტებიდან ნებისმიერი შეიძლება ჩაისვას როგორც ფაილის ამონაბეჭდი და ის ეფექტურად ჩდება დოკუმენტის სურათად. დოკუმენტის ფაილის ესკიზი ჩასასმელად გადავდოთ ჩანართში Insert. შემდეგ მონიშნეთ File Printout. ამოირჩიეთ სასურველი ფაილი და დაუწყაბუნეთ ჩასმის ღილაკს. მის ქვემოთ ფაილის სურათიც ჩაისმება. ეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ზემოდან ჩანაწერები გააკეთონ და ანალიზის დოკუმენტირება მოახდინონ. Insert Pictures-ის მონიშნით, მოსწავლეები შეძლებენ ფაილს ასევე დაუმატონ სურათები, რაც მათ ანალიზსა და ინტერპრეტაციას გაამდიდრებს. აქ მოვნიშნე რუკა და შემიძლია გავადიდო კიდეც. აი ასე. როგორც დასრულებული გვერდიდან ხედავთ, მოსწავლეს შეუძლია ჰქონდეს მულტიმოდალური ინფორმაციის კოლექცია სხვადასხვა წყაროდან, ეს ყველაფერი ერთ OneNote ფაილში. ეს მოსწავლეს ცოდნის კონსტრუირებას გაუმარტივებს.